დილამშვიდობის გალავანს. აი, რაზეც ვისაუბროთ ახლა, რამდენად მიზანშეწონილია და სწორად ვიქცევით თუ არა. მე ცოდვა გამხელილი შევსო და პირდაპირ ვთქვი, რომ დილას ვიწყებ ყავით, საუზმით და თქვენ როგორ ფიქრობთ? სწორია, დილით უნდა მირთვათ ყავა, უბრალოდ პირველი რასაც აკეთებს ადამიანი, ვისაც უნდა ჯანსაღ ცხოვრება, წყლით იწყებს. და წყლის მიღების შემდეგ უკვე 15-20 წუთში, მაქსიმუმ 9 საათში შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი საყვარელი ერთი ფინჯანი სწორად მომზადებული ყავა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოამზადებთ ყავას. აი, ეს მაინტერესებს ზუსტად თქვენ ხარ სწორად მომზადებული ყავა. რას ნიშნავს სწორად მომზადებული ყავა? საერთოდ თუ გინდათ იყოთ ენერგიული მთელი დღის განმავლობაში, ასევე თქვენს ხელზე არ აისახოს ამ ყავის უარყოფითი თვისებები, საჭიროა რომ პირველი ფინჯანი აუცილებლად იყოს კარგი ყავისგან, კარგი იქნება თუ დრო გაქვთ და სახლის წისქვილით ან ხელის წისქვილით და ესე უფრო მეტ იმ პლუსებს მიიღებთ, რაც არის ყავაში და აუცილებლად უშაქრო. ქალბატონებისთვის შეიძლება ცოტა გზით ან ნაღებით, რადგან მაინც არის ასეთი უმნიშვნელო რაოდენობით ყავა აძევებს ორგანიზმიდან კალციუმს, ოღონდ უმნიშვნელო რაოდენობით. თუ მკაცრ დიეტაზე ადამიანი, მაშინ უფრო მნიშვნელოვანი არის დამატება ნაღების და თუ მიირთმევს დღის განმავლობაში გზის პროდუქტებს და კალციუმდიდარ პროდუქტებს, მაშინ არ აქვს სანერვიულო, შეუძლია უძეოთაც მიიღო. აი, თქვენ აღნიშნეთ, რომ კალციუმს უმნიშვნელო რაოდენობით გამოდევნის. ამიტომაც ხომ არ არის, რომ თითქოს აი კაფეში და რესტორანში ყავასთან ერთად ჭიქაწყალიც მოვაქვთ ხოლმე. ჭიქაწყალს სხვა ფუნქცია აქვს, იმიტომ რომ როცა გვინდა ჩვენ რეცეპტორები მოვამზადოთ ყავისთვის, ეს ერთი პლუსია, რომ წყალი მივაყოლოთ. თქვათ, უზმო არ არის და უკვე კაფეში ვარ წესულები. საერთოდ ნალექიან ყავას ყველა კარგ რესტორანში, სადაც იციან ცოტა ნუტრიციოლოგიური თემები, აუცილებლად მცართხოვოთ წყალი მოყვება. ეს არის სწორი, იმიტომ რომ ყავა არის შარდმდენი, ეს ერთი და მეორე ამას გარდა რეცეპტორებს ამზადებს იმ დადებითი თვისებებისთვის, თუნდაც გემოვნური თვისებებისთვის. და ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ დღის განმავლობაში ბევრი ფინჯანი გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის წინააღმდეგი ვართ, მაშინ წყლის რაოდენობა დღის განმავლობაში უნდა გაიზარდოს. მაშინ რამდენი ფინჯანი ყავის მირთმევის წინააღმდეგი არ ხართ ექიმები? აი, მაქსიმუმი რამდენი შეიძლება? იცით როგორ არის პრაქტიკულად თუ ადამიანი ჯანმრთელი არ აქვს გულის პრობლემები, რაც ყველაზე უფრო გასათვალისწინებელია, მაშინ 4 ფინჯანამდე ეს შეიძლება. ოღონდ აუცილებლად უნდა განსაზღვროთ ყავასთან ერთად კიდე რა ძირითადად ყავა ან ტკბილია, ან რაღაცა დესერტთან ერთად არის, ან ძალიან ბევრი რაოდენობით ნაღებია. აი ეს არ უნდა იყოს. ყავა ფაქტობრივად 0 კალორიაა და თუ მას სწორად მივიღებთ, მაშინ არ არის ტრაგედია. პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში. აი ორსულები, მეძუძურები და გულით ავადმყოფებისთვის არის უფრო მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ 1-2 ფინჯანი თუ მაღალი წნევის მატარებელი არ არის ადამიანი, თავისუფლად შეუძლია მიირთვას დღის განმავლობაში. ეხლა ყავას ალბათ შაქრიც უმეტესობა უკვე აღარ იღებს და ეს ტრადიცია საბედნიეროდ დამკვიდრდა, რომ ყავას უნდა კონდეს ყავის გამო და თან შაქარი არ არის სასარგებლო. მაგრამ ალბათ ბაჩა დამეთახება განსაკუთრებით ქალები შოკოლადს მაინც ვაყოლებთ ხოლმე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია შოკოლადის გარეშე. აი, ამ შემთხვევაში რამდენი ფილის რა რაოდენობა არის დასაშვები ყავასთან ერთად? თუ ჩვენ წონა არ არის ჩვენთვის რაღაც ისეთი პრობლემა, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ერთი რაღაც, რომ კარგ შოკოლადში, ანუ ისა რა ქვია, შავ შოკოლადს, რასაც ვეძახით, არის კოფეინი. და კოფეინთან უნდა არ არის ბევრი, უბრალოდ დოზები უნდა
გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ ისიც და ისიც ერთად უფრო ტახიკარდიას, ცოტა შფოთვას იწვევს. ამიტომ თუ ეს შევნიშნეთ, მაშინ ან ერთი უნდა დავთმოთ, ან მეორე. რაც შეეხება ძიანი შოკოლადი, იგივე შაქარია, ნუ ილუზიებს ნუ ვიქმნით, რომ უშაქრო ყავასოთ, ან მაგრამ ძიანი შოკოლადი. ძიანი შოკოლადი. ხედავ რა ილუზიაში ვცხოვრობ ამდენი წელია. ხო, ესე რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რასთან ერთად, როდის და რატომ. საერთოდ ყავა ეს არის ცალკე რიტუალი ბევრი ადამიანისთვის და არ უყვარს არაფერთან. მეც ამ კატეგორიას გავეკუთვნები. უფრო უყვართ როგორც აი გამოღვიძების რაღაც რიტუალი. შემდეგ შესვენების და რაღაც არის ადამიანები, ვინც ღვიძლი ისე აქვთ რომ სწრაფად იშლება ის ნივთიერებები, რომლებიც ყავაში და ამიტომ ყავა მათთვის შეიძლება იყოს როგორც ცილის საშუალება. მე მყავდა ესეთი მეგობარი, რომელიც ღებულობდა როგორც ტრანკვილიზატორს და მართლა ამ სოფლიოში 7%-ამდე ასეთი ხალხი. და არის ადამიანები, რომლებიც დილით და ლეუყავის გამო შეიძლება ღამე ვერ გამოიძინონ. ეხლა ყავას რა აქვს მინუსი? ძილის ფაზებს არ ღვევს, თუ ბევრი მოგვივიდა და ის ღრმა ძილის ფაზა, როცა მცირდება, ჩვენ იმის ნაცვლად, რომ გამოღვიძებული რაღაც ენერგიის წყარო მივიღოთ, პირიქით ვართ რაღაც აი ესეთი, რომ სახელიც არ მახსოვს, ანუ აი ესეთი მოდუნებული და აქ შეიძლება მანკიერი წრე შეიკრას, ადამიანს ეგონოს, რომ ყავა ჭირდება დალიოს, მეორე დღეს კიდე უფრო ვერ გამოიძინოს, ამიტომ დოზირება აუცილებელია. ძალიან ინდივიდუალურია? ძალიან ინდივიდუალურია ჩვენს ნაწლაულ ფლორას და ღვიძლის თავარი ამბავია აქ. არა ის, რომ ყავა ცუდი იყო, ან კარგი იყო, არა ის, რომ მე ანუ ზოგს ერგება სულ სხვანაირად. მაშინ სიმპტომები რა არის? დაახლოებით როგორ უნდა მივხვდეთ რაღაცა დროს ამ დროის მონაკვეთში, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ, შესაბამისად რაღაცა პერიოდის მერე, აი როგორ უნდა მივხვდე, რომ სიტყვაზე გავიდა ეს და ეხლა შემიძლია მივირთმევა და ძილისთვის აღარ შემიშლის ხელს. აი ნახეთ როგორ უნდა მივირთვათ თუ მე ყავის ინტენსიური გამოყენების შემდეგ მეწყება ტახიკარდია, ვინამები ოფლით, მეწყება რაღაცა გაურკვეველი შფოთვები, აუცილებლად ეს უნდა დავაკორექტირო. თუ ვერ ვახერხებ ჩემით, პირად ექიმს უნდა მივმართო, რატომ მეწყება და მაშინ ის დამაკვალიანებს. ამ პირიქით, თუ ყავა რაციონში არის კარგად, მაგრამ რაც უფრო მეტია ფინჯანების რაოდენობა იზრდება და მე უფრო და უფრო რთულად ვიღვიძებ, უფრო და უფრო ნელა შევდივარ სამუშაო რეჟიმში, აქაც შეიძლება რაღაც მიზეზები იყოს აი ამ ყავის არასწორი მიღებით. ანუ კონკრეტულად ჩემი ორგანიზმისთვის შეიძლება ამდენი კოფეინი არ იყოს სასურველი. ანუ თვითონ ორგანიზმი ვკარნახობს. დიახ, მთავარია რომ ორგანიზმი მოუწევს განსხვავებას აი ხსნად ყავასა და ეგრეთ წოდებულ დაბქვილ ყავას შორის აი ჩვენ. უფრო ეფექტური არის აი ეს ბერძნული ყავა, უფრო ეფექტური. თუ მე მინდა მეტი სარგებელიც და ამას გარდა მეტი კოფეინის მივიღო, რა თქმა უნდა. ანუ მეტი კოფეინია, ეგრეთ მეტი კოფეინია. დიახ, აი ბათუმში რო არის ქვიშაზე მომზადებული, იმაში მეტი კოფეინია და ის მეტ. მაგრამ მეორე მხრივ, ნაღლის ბუშტი ვისაც სუსტი აქვს, კუჭნაწლავის ტრაქტი და ლოწოვანი ვისაც სწრაფად უღვიზიანდება, ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად და ნალექიანი ყავა ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიიღონ წყალთან ერთად. ანუ გვერდით უნდა იყოს წყალი. და ცოტა უნდა დაველოდოთ ალბათ, რომ ძალიან სქელი არის. აი ზუსტად ის ნალექი თუ მოხდა, შეიძლება ნაღლის ბუშტის შეტევაც კი გამოიწვიოს, როდესაც სუსტია ნაღლის ბუშტი. მაგრამ ამას გარდა ძალიან ფრთხილად უნდა მიიღონ იმათ, ვინც კენჭები აქვთ, იმიტომ ნაღველმდენია და შეიძლება კენჭიც კი დაძრას. თუ ნაღლის ბუშტის კენჭებს გულისხმობთ? ნაღლის ბუშტის კენჭებს. რატო იცი კენჭები ახსენეთ და მე თითქოს მსმენი არ ვიცი ვწდები თუ არა, ვისაც აქვს კენჭის
გავლა რო ეწებათ, ანუ თირკმელზეა საუბარი, თითქოს ხსნად ყავას პირიქით უნიშნავენ, რომ კეჭი დაიწერას. შარდმდენია. ჰომეოპათიაშიც კარგად გამოიყენებოდა ძველად გერმანელი ჰომეოპათები ოყნასაც კი აკეთებდნენ და ამით ანუ არ არის ასე რომ ცალსახად ცუდია ან ცალსახად კარგია თუ გონივრულად გამოვიყენებთ ის ჩვენ გვეხმარება თუ არასწორად გამოვიყენებთ და დიდი რაოდენობით შეიძლება გამოიწვიოს ბევრი თავსატეხი. ხო, ხამლიანად აპარატის ყავაზე რას გვეტყვით? ის რაღაცა თითქოს წმინდად გვყავს უფრო, რამე სხვაობა არის? აპარატის ყავა უფრო ზოგავს კუჭნაწლავის ტრაქტს, თუ კარგი კაფსულებია, რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული, აპარატის ყავა უფრო თამამად შეიძლება მიიღოთ, ვიდრე ნალექიანი ყავა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვამზადებთ, იმიტომ რომ ის ნალექი შეიძლება იყოს ტრიგერივით ჩაერთოს აი ეს ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს და გამოიწვიოს შეშუპება. და აი ბოლო კითხვა მექნება რძესთან დაკავშირებით, თქვენ აღნიშნეთ კიდევაც რომ ცოტა ნაღებიც სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ ვთქვათ ვინმე წონისკენ მიდრეკილია. აი რძეს და ზოგი ხასახშიც ამატებს პირდაპირ, ხო? ამ შემთხვევაში რძის რა რაოდენობაა? საკმარისია ერთი სუფრის კოვზიც, რომ ის კალციუმი, რასაც ჩვენ ვკარგავთ, შევავსოთ. ამას გარდა არის სპეციალურად დოზირებული პატარა ნაღების კაფსულების, რომელსაც თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არ ცვლის ისე კილოკალორიების რაოდენობას დღის განმავლობაში, რომ ამაზე ვინერვიულო. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო და მაინც მაინტერესებს თქვენი მაქსიმუმი რა არის ყავის დღის განმავლობაში. ჩემი მაქსიმუმი არის უკვე ასაკიდან გამომდინარე 3 ფინჯანი. 3 ფინჯანი, ხო? ჩემიც ბაჭო, შენი? სიტუაციას გააჩნია ხო, მე ის დატვირთულობას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამეხარდა რომ ყავა თურმე შეიძლება რომ მივირთვას და სწორად ცხოვრობთ ჩემო ბაჭო. მინდოდა მე მიმართულებით. კი და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ მე იმდენად დამოკიდებული ვარ უკვე რომ თუ 12 საათამდე ერთი ფინჯანი ყავა მაინც არ მივირთვი, თავის ტკივილი მეწყება. ეს უკვე სხვათა შორის შაკიკის დროს ბევრი იყენებს როგორც პრეპარატებთან ერთად დამხმარე საშუალება. თუმცა ზოგს პირიქით. ანუ ძალიან ინდივიდუალურია ყავის მოყვანა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებულ შაბათ დღეს. ექიმებს ხოთი შაბათი კვირა აქვთ ერთადერთი